ეს არის შალვა ესართია, აქტივისტი ზუგდიდიდან, რომელიც სანამ გეტყვით რატო დააკავეს, იქამდე განახებს თუ როგორ დააკავეს. თuldasanaxi არ არის რომ ამ მომენტში პოლიციელები წეხლებს ურტყამენ, მაგრამ მარტო ჩვენი ახმები რო არ იყოს, იქ ყოფი ადამიანები რას ამბობენ? აი ამდენი პოლიციელი ურტყამს ტენის მანქანაში. და დამატებით განახებთ კადრებს, სადაც ეს ადამიანი უბრალოდ ძირს უგდიათ. და ახლა მთავარი ამბავი, რატო დააკავეს ეს ადამიანი? მთავარი ამბავი არის ის, რომ აქტივისტია. პოლიციამ გააჩერა იმ ამბის გამო, ვითომ და ამბის გამო, რომ მან დაარღვია რაღაც მოძრაობის წესები, გააჩერებინეს მანქანა, სადაც ამ ადამიანმა თქვა, რომ მე არაფერი არ დამირღვევიო და ამის შემდგომ უკვე დაუმორჩილებლობის, ვითომ და დაუმორჩილებლობის გამო ეს ადამიანი დააკავეს. თქვენი აზრით, ვინ არის ამ დროს დამნაშავე? პოლიცია, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, ქართული ოცნება, რომელიც ამ დავალებებს გაცემს, თუ აქტივისტი, რომელიც უბრალოდ ითხოვს ეს ქვეყანა იყოს ნორმალური?